სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წელს 13173 რეგისტრირებული ოჯახი განქორწინდა. სპეციალისტების განმარტებით არაოფიციალური მონაცემებით ეს რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. საქსტატის მონაცემებით ბოლო 5 წელიწადში ოჯახის დანგრევის ყველაზე მეტი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 14000-ზე მეტმა წყვილმა მიიღო ოფიციალურად დაშორების გადაწყვეტილება. რა არის ოჯახის დანგრევის მიზეზი და შეიძლება თუ არა მისი გადარჩენა? თემაზე ვრცლად ასოცირებულ პროფესორ, დოქტორ, ფსიქოთერაპევტ მაგდა კოტრიკაძესთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ოჯახის შექმნის შემდეგ რა პერიოდში იწყება კრიზისი და ძირითადად რა პრობლემები იკვეთება, რის გამოც ოჯახი ინგრევა? კრიზისული წლები შესაძლოა ბევრ სხვადასხვა ფაქტორს მოიცავდეს, მაგრამ პირველ ყოვლისა შევეხოთ პირველ წელს, როცა ადაპტაციის პერიოდს გადის ოჯახი, როგორც სისტემა, როგორც მექანიზმი, როცა გარკვეული დაპირისპირებული ან სხვა სოციუმში აღზრდილი, ვთქვათ, პიროვნებები ხდებიან ერთმანეთს და იწყება ერთგვარი შეგუება, ერთგვარი ადაპტაცია ურთიერთობის ფარგლებში. ეს არის პირველი წელი, როცა ფაქტობრივად შეგუების პერიოდი დგება. ასევე მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მეათე, მე-15 და მე-20 წლები შეიძლება დასახელდეს ურთიერთობის კრიზისებად, როცა სხვადასხვა საკითხები ვლინდება ურთიერთობებში და აქტუალდება, ისევე როგორც მაგალითად მესამე წლის ფაზაში იწყება იდეალიზაციის გაქრობა, რეალობასთან შეგუების მომენტი დგება, ვინაიდან ის ინფანტილობა როცა ვთქვათ, ოჯახი იქმნება და გარკვეული მოლოდინები არსებობს, წლების კვალობაზე შესაძლოა გაქრეს, ან ნეველირდეს, ან გაუფერულდეს და ახალი ეტაპი შემოვიდეს ურთიერთობაში. მეხუთე წელი ასევე კრიზისულია და ბავშვთან ურთიერთობის ფაზას ეხება, როცა ვთქვათ, ოჯახს უკვე უჩნდება ახალი წევრი ან წევრები, რომელთა მიმართაც გარკვეული ზრუნვა მოითხოვს ნებისყოფას, პასუხისმგებლობას და ხშირ შემთხვევაში ოჯახებს ეს პასუხისმგებლობა არ ყოფნით ან გარკვეული სოციალური პრობლემებიც ვლინდება ხოლმე. მეშვიდე წელი განსაკუთრებით კრიზისულია, ამბობენ მეცნიერები, რომ აი ეს პირველადი ემოციური ფაქტორები, ერთად ზრუნვის მომენტი ახალ წევრზე, ან ინფანტილობა, რომელიც თავშივე იყო აქტუალური, მეშვიდე წლიდან კიდევ უფრო ფერმკრთალდება და ემოციური სტრესი საკმაოდ მაღალია, ვინაიდან სიახლეები არ ჩნდება ურთიერთობაში, ისინი არ ცდილობენ, რომ რაღაც გააფერადონ ეს ყოველდღიურობა და ერთფეროვნება ჭამს ამ ურთიერთობას. მეათე წელი ყველაზე დაბალ წერტილად მიიჩნევა ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიზისულ მომენტად, როდესაც კიდევ უფრო ღრმავდება ეს ფაქტორები, რაც წინააღმდეგობას იწვევს ურთიერთობაში, კიდევ უფრო უფერულდება და შესაძლოა, რომ აგრესიის დონე კიდევ უფრო მაღალი იყოს. აი, რაც შეეხება 15-20 წლის ნაწილს, 25 წლის ნაწილს, უკვე შუახირნის კრიზისს უკავშირდება და ერთ შემთხვევაში ცარიელი ბუდის ფაქტორად მოიაზრება, მეორე შემთხვევაში პირადი საზღვრების დარღვევის კონცეფტი ძალიან აქტუალურია ხოლმე. ინტერვენცია რომ გავაკეთოთ აი ამ საკითხების და მიმოხილვა. საინტერესოა, რომ ფოკუსში მოექცეს არა მხოლოდ წლების საკითხი, იმიტომ რომ შესაძლოა, რომ წლების მიხედვით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ურთიერთობა, ან თუ ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას, ზედმიწევნით თუ რა პროცესებს გადიან, შეიძლება გაუფერულდეს, ხო? ეს პირადად თვითონ აი ამ წყვილზე არის ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ ფაქტორები მრავლადაა, რომელიც აი ამ ოჯახურ პროცესებს აფერხებს ან ასტიმულებს, ხო? ვასტიმულებთ ურთიერთშეთანხმებით, საზღვრების დაცვით, ნაკლები ემოციური ფრუსტრაციით და მეტი მხარდაჭერით,
მაგალითად ზრუნვის ფაქტორში, ან განვითარების ფაქტორში, როცა ოჯახის წევრები ან წყვილები ერთმანეთს ეხმარებიან ემოციურად, რომ განვითარდნენ და მატერიალურადაც ეხმარებიან. მნიშვნელოვანია ასევე ორი საინტერესო მიგნება, რომელსაც მეცნიერები ხაზს უცვავენ, ეს არის ემოციური განქორწინება და ემოციური დაშორება. შესაძლოა წყვილები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არაფერი საერთო არ ჰქონდათ წლების მანძილზე და გვერდიგვერდ ოთახებში ეძინოთ, ან ურთიერთობა საერთოდ მოდიფიცირდეს და გაუცხოდეს, მაგრამ ამასთან თვალის, ასე ვთქვათ, გასწორებას ვერ ახერხებდნენ წყვილები. ეს ფაქტორები საკმაოდ მტკივნეულად დგება ხოლმე ურთიერთობის კრიზისების დროს, მათ შორის გენეტიკური ფაქტორი, როდესაც რომელიმე წყვილის მშობელიც ასევე მშობლებიც განქორწინებული არიან და ეს გარკვეულწილად ზემოქმედებს შემდგომ თაობებზე, როგორც ტრავმული გამოცდილება, ოჯახური ნგრევის პრეცედენტი. და ოჯახის ნგრევა არა მხოლოდ ამ წყვილს ეხება, არამედ შვილებსაც, სადაც ძალიან მაღალია ტრავმატულობა, განსაკუთრებით ასეთი ტიპის ოჯახებში მრავლად არიან დეპრესიული მოზარდები და ბავშვები, ვინაიდან მათთვის ეს განცდა საკმაოდ მტკივნეულია. მაგდა, თქვენი დაკვირვებით მთავარი მიზეზები რა არის, რის გამოც ოჯახები ინგრევა? ოფიციალური განქორწინების მიზეზებიდან 48% მიიჩნევა ღალატი და სხვა დანარჩენი უკვე წლების კრიზისებს და ურთიერთობის საზღვრების დეფიციტებს, ასევე განვითარების პრობლემატიკას ეხება ხოლმე, როცა ვთქვათ, რომელიმე წყვილი განვითარებით უსწრებს, ან ცნობადობით უსწრებს, ან მენტალურად უსწრებს, ან ოჯახური სოციუმის თვალსაზრისით განსხვავებულ გარემოშია გაზრდილი, ეს რა თქმა უნდა დისონანსს ქმნის ურთიერთობაში და ურთიერთობის პრობლემები ასეთ დროს ძალიან მწვავდება. და რა თქმა უნდა კომუნიკაციის საკითხი, როცა ისინი არ საუბრობენ, როცა ისინი არ განიხილავენ გარკვეულ პრობლემებს ერთად, არ წყვეტენ საკითხებს ერთად, არამედ რომელიმე მათგანი დომინანტია და ის იღებს მთელი ოჯახის მაგიერ გადაწყვეტილებას და მეორე წყვილის საკითხი, ვთქვათ, ინტერესი ნიველირდება. ეს პროცესები საკმაოდ მტკივნეულად აღიქმება მეწყვილეზე და ეს რა თქმა უნდა იწვევს ურთიერთობის გაცივებას. ასევე ბოლო დროს აქტიურად ჩაერთო სოციალური კონტაქტები, ისეთი როგორიც არის სოციალურ ველში გაცნობილი ახალი ურთიერთობები, ან გარკვეულწილად ისეთი კონტაქტები, რომელთა ტრანსპარენტობა მეტია, შეიძლება გაკონტროლდეს წყვილის მიერ და თუ გარკვეულწილად ფობიური განცდები აქვს და მე ვახსენე გენეტიკური ტრავმა, თქვათ ოჯახის რომელიმე წევრი განქორწინდა ღალატის გამო და ასე შემდეგ, ასეთ წყვილებს კიდევ უფრო ფაქიზი განცდები აქვთ სოციალურ ქსელებთან მიმართებაში და ეჭვიანობის მთელი რიგი წყება მოდის ხოლმე წყვილების, როცა ისინი მომმართავენ და ძალიან ხშირია, როდესაც თერაპიული კონტაქტის შემდეგ წყვილები რიგდებიან, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როცა ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენ ხოლმე და ნათელი ხდება, რომ მათი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. არის თუ არა შესაძლებელი კრიზისში მყოფი ოჯახის გადარჩენა? რადგან არსებობს კრიზისული წლები, არსებობს ამ კრიზისების გადატანის მექანიზმები, როგორიც არის თერაპიული კონტაქტი, ოჯახური სესიები, ინდივიდუალური თერაპია, ან ჯგუფური თერაპიული კონტაქტი, სადაც განიხილება ესა თუ ის პრობლემა, გაცნობიერდება და მე აბსოლუტურად განახლებული წარმოდგენებით წყვილები ხვდებიან ერთმანეთს. ხშირია, როცა ისინი თვალებშიც არ უყურებენ, ან არ აღიქვავენ ერთმანეთს, პერსონალური ინიციირება არ ხდება ერთმანეთის, არ მიმართავენ სახელით, ან აქვთ მაღალი აგრესია, ან ძალიან ხშირია, როდესაც ასევე ნგრევის შემთხვევაში ოჯახური კონტაქტის წყვეტა
უწყვეტის შემთხვევაში განქორწინების შემდეგ დეპრესიები, დამოკიდებულებები, როგორც არის წამალ დამოკიდებულება, სასმელ დამოკიდებულება, მწვერვალ დამოკიდებულება ჩნდება და ურთიერთობის დამოკიდებულება, როგორც ცალკე მდგომი ტრაუმული გამოცდილება, ასევე არის ხოლმე ხშირი პრობლემა ურთიერთობის ნგრევის პროცესში. ხშირად გამიგონია, რომ როდესაც წყვილი ცალკე ცხოვრობს, მათი ურთიერთობა ბევრად მყარია, ვიდრე ოჯახთან, დედამთილ, მამამთილთან. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? ადამიანის ცხოვრებაში უკვე მოზარდობაში დგება ის ეტაპი, როცა უნდა რომ დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდეს, დამოუკიდებელი სივრცე, დამოუკიდებელი მაგიდა. ასე რომ ზრდასრულობაში, როცა პიროვნებას გააჩნია ოჯახი, ბუნებრივია, რომ ამ ოჯახის მმართველად თვითონ უნდა რომ მოიაზრებოდეს და თუნდაც საკუთარ მშობლებთანაც კი ცხოვრება ზრდასრულობაში რთულია, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ პოზიციონირებდეს შენ როგორც სრულფასოვანი პიროვნება და როდესაც საუბარია მეორე ადამიანის, სხვა სოციუმიდან მოსული ადამიანის მშობლებზე, ასეთი ურთიერთობა შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს კონსენსუსით, მაგრამ რისკი უფრო მაღალია, რომ ვერ შედგეს, ვიდრე პირიქით. და ბოლოს, რას ურჩევთ წყვილებს, რომელთაც აქვთ კრიზისი? მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისაუბრონ, ერთად გაატარონ თავისუფალი დრო, განიხილონ მტკივნეული საკითხები და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ისინი ერთმანეთის საზღვრებს პატივს სცემენ და თუ კი ასეთი რამ შენიშნეს, რომ ერთმანეთის საზღვრები დაარღვიეს და ანუ წყვილის მაგივრად ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, რომ ეს საზღვრები გაიმიჯნოს და შეძლონ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.